ველოდეთ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ თუ რამე გვაქვს ახლა გასაკეთებელი, ეს არის, რომ საკუთარი კოლექტიური იდენტობა გვაქვს დასადგენი, ვინა ვართ, რანი ვართ და საით უნდა წავიდეთ. და აი ის იდეა, რომელიც ეხლა ძალიან ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე უფრო რაციონალურია მათ შორის, ეს რაც მესმის გამოსავალთან დაკავშირებით, ქართველთა მსოფლიო კონგრესის შექმნა, სადაც რესურსი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არსებული ქართული რესურსის გაერთიანება უნდა მოხდეს, ეს არის უნდა გითხრათ რეალური გამოსავალი. რისთვის გვინდა ამ რესურსის გაერთიანება? იმისთვის, რომ იმ ტიპის ქვეყნის შენება დავიწყოთ, რომელიც იქნება ფუნქციონალი და არა კაცმა ორბიტას მოწყვეტილი იმასავით კომეტაზავით რომ დახეტიალობს აქეთ-იქით და არც თავი იცის, არც ბოლო იცის. არა, ესეთი არა. ეს უნდა იყოს სახელმწიფო, რომელსაც ექნება ფუნქცია, რომელსაც ექნება როლი თავისი და რაც მთავარია, რომელსაც ექნება მკაფიოდ განსაზღვრული განვითარების გზა, რომლიდანაც შემოbrunება უკან იქნება თითქმის შეუძლებელი. და სწორედ ამისთვის არის ყველაზე უკეთესი საშუალება ისეთი ორგანიზაციის და სტრუქტურის შექმნა, რომელიც არ იქნება, როგორ გითხრათ, შებოჭილი იდეოლოგიური რაღაცა ჩარჩოებით, პარტიული ჩარჩოებით, თუმცა მისთვის ყველა იდეოლოგიისა და ყველა პოლიტიკური გემოვნების ადამიანისთვის უნდა იყოს იქ ადგილი, ოღონდ რასაკვირველია ახლა მე არ ამგონია და ვერ წარმოვიდგენ, გამიჭირდება წარმოდგენა, რომ ის ხოცი, რომელიც ახლა მწერს, რომ რატო უარესად არ დაიხვჩი იქ აქციაზე, რომ შხამი შემოგასხესო, ის ოდესმე მოინდომებს, რომ ჩემთან ერთად ქვეყანა ააშენოს, მაგრამ აშენებული ქვეყნის მომხმარებელი ხელს არ შეგვიშლის ეგეც უკვე კარგი იქნება. ხო და მაგას